I'm German homolos, I drink coffee and I know things. მე-16 ეპიზოდის თემა არის ნამდვილი მეგობრობა. ვისაც ყველაზე უკეთესმის მეგობრობის მნიშვნელობა უმეტესად ყველაზე მარტოსული ადამიანი ხდება. და ერთი წამითაც არის ფიქრობთ, რომ ის, ვისაც ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, ის აუცილებლად მეგობრული ადამიანია. ხშირად ადამიანები, რომელსაც ბევრი ხალხი ახვევია გარშემო, შინაგანად ძალიან ცარიელი ადამიანები არიან და მარტოობის შიშის გამო ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გარშემო შემოკრებას და გულის სიღრმეში ყველა მათგანი უხეშად რომ თქვათ, კიდიათ. არ უყვართ საერთოდ. ასია. ყველაფრის არ უნდა დაიჯეროთ, რასაც ხედავთ და რაც ჩანს ერთი შეხედვით. ნამდვილ მეგობარს დიახაც უყვარხართ და დიახაც ყველაფერს გაიგებს თქვენთვის. სიცოცხლესაც კი. ყველაფერს პირდაპირ გეტყვით, არ გეპირფერებათ, არაფერს მოგატყუებთ, არანაირ შემთხვევაში არ დაგცინებთ და არ ისაუბრებს თქვენზე ცუდად, თქვენს ზურგს უგან. პირიქით, დაგიცავთ ყველაფრის ფასად თუ თქვენ ვინმე ცუდად მოგიხსენიათ. გეჩხუბებათ და თავს არ დაზოგავს თუ ხედავს, რომ რაღაცის სკეთებით თქვენს თავს ვნებთ და ამას ვერ ხვდებით. რომც უარი უთხრათ შველაზე, მაინც შეგეწინააღმდეგებათ და დაგეხმარებათ. ომსაც გამოგიცხადებთ თუ ეს თქვენს გადარჩენას სჭირდება. პირველივე წყენაზე, ჩხუბზე და კამათზე ზურგს არ შეგაქცევთ. გაპატიებთ და იცით რატომ ეს ყველაფერი? რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? იმიტომ რომ მართლა უყვარხართ. უცნაურობის, თავისებურობის, ნაკლოვანებების, სიღარიბის, გამორჩეულობის გამო ზურგს არ გაქცევთ ნამდვილი მეგობარი. არ მოგიშორებთ, არ გაგრეყავთ, შეგიყვარებთ მთელი თქვენი უცნაურობით. თუ წარმატებას მიაღწევთ, რაიმე ოცნებას აისრულებთ, ისეთი ნიჭი აღმოგაჩნდებათ, რაც მას არ აქვს, თქვენი წამითაც კი არ შეშურდება. რატომ? იმიტომ რომ უყვარხართ. მთელ სამყაროს გადაიმტერებს თუ თქვენ ასე გჭირდებათ. მოგისმენთ, თქვენს გვერდში იქნება ისეც და ფსიქოლოგიურადაც, მორალურად. თავს არარავად არ გაგრძნობინებთ. თუ მთელი მსოფლიო გეუბნებათ, რომ ნაგავი ხართ, ნამდვილი მეგობარი ყველაფერს ეცდება, რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ, რომ არ ხართ ცუდი, არ ხართ შეცდომა, არ ხართ არარავობა და თუ გგონიათ, რომ ეს ყველა თვისება ზედმეტად პროზაული და ზღაპრულია, გეტყვით, რომ კი ასეა, რადგან ძალიან მივეჩვიეთ გარშემო ყალბი მეგობრების ყოლას და ამ კარგის არსებობა თუნდაც წარმოდგენა უკვე ფანტაზიადღა გვეჩვენება. იმისთვის, რომ ეს მეგობრობის საზარელი სიყალბე დაგიმტკიცოთ, მოვყვები ერთ ნამდვილ ამბავს. მოკლედ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა ერთი ძალიან კარგი და კეთილი კაცი. ახალგაზრდა, ჭკვიანი, უზომოდ მეგობრული და თბილი პიროვნება. ბავშვობის მეგობარიც ჰყავდა და სხვა ბევრი ამხანაგი და ახლო მეგობარიც. უყვარდა ისინი. მათი იმედი ჰქონდა და ფიქრობდა, იმათაც უყვარდათ იგი, ეს ბიჭი. მერე მოხდა ასეთი ამბავი, ეს ბიჭი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა უბედური შემთხვევით და დარჩა ძალიან პატარა შვილი. სიკვდილის პირას, როცა ხვდებოდა, რომ უკვე ვერ გადარჩებოდა, შვილზე ფიქრობდა, მაგრამ არ დარდობდა. იმედი ჰქონდა, რომ მისი მეგობრები მის ვაჟს არ მიატოვებდნენ, გვერდში დაუდგებოდნენ, მარტოობას არ აგრძნობინებდნენ, რადგან თავადაც ასე მოიქცეოდა მათ ადგილზე, ლოგიკურია. და ამ მეგობრების იმედით გავიდა ამ სამყაროდან. როგორ ფიქრობთ? ასე მოხდა? როგორც ფილმებში და წიგნებში ხდება ხოლმე, ამ უმამოდ დარჩენილ ვაჟს მამის მეგობრებმა თანადგომა უჩვენეს? უზურგობა არ აგრძნობინეს? იმედები და ზღაპრები მეგობრობაზე ზღაპრებად დარჩა. კაცის გარდაცვალების შემდეგ არათუ მის ამხანაგებს, თავად მის ბავშვობის მეგობარსაც კი არ გახსენებია მეგობრის ვაჟი, რომელსაც ასე სჭირდებოდა თუნდაც სიტყვიერი მხარდაჭერა.
შენ მამა აღარ გყავს, მაგრამ მარტო არ ხარ, ეს იცოდეო. თუნდაც ეს ფრაზა მაინც რომ ეთქვათ. აქ მატერია არაფერ შუაში არ არის. ფული, ჩუქრები და ასე შემდეგ. აქ არის მორალური მხარდაჭერა. აქ ქცევაში და დამოკიდებულებაში ჩანს ყველაფერი. და რატომ მოვყევი ეს ამბავი? რა დეტალია მნიშვნელოვანი ამაში? იმას კი არ ვამბობ, რომ ადამიანები ვალდებულები არიან მეგობრის შვილს თან გადაყვნენ. არა, აქ მხოლოდ ორიოდე სიტყვაა საჭირო, მორჩა ეგ არის. და ესეც კი დაენანათ. ნამდვილი ამბავია ეს, არ გეგონოთ, რომ სპეციალურად ამ ვიდეოსთვის მოვიგონე. და რა არის ის მთავარი დეტალი? ისევ სიყვარული. თუ ადამიანი შენი ნამდვილი მეგობარია, მას შენც უყვარ ხარ. შენი გარდაცვალების მერეც უყვარ ხარ და შენი შვილებიც მართლა უყვარს. როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც უყვარს. იმიტომ რომ შენ უყვარ ხარ. თუმცა ასეთი სიყვარული და მეგობრობა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს, ძალიან ცოტას. ნამდვილი მეგობრობა ოჯახის დონემდე ასული და თუ შესაძლებელია მასზე მეტიც კი ხდება.